გოგო თმა ხო კარგ ფირზე მაგ. ომარი გვაქვს წამოგიყვანეს მასალენშოს თუ იცერცეტებ. დაჯდები კონძივით და იქნები. წამოშევიდეთ. რაც უკვეთავთ თეკ. მე იცი რა მინდა ორი თეკლა მეთქი. გოგო რა ვირამე ქათმის ალბათ. KFC-ში ქათმის არის ყველაფერი ისედაც. ხო და მაცადე. აუ პეპსიც ქათმისა. აუ ის ბოშუმ მე გააჩუმეთ. უკითხვა დავსვი. კაი, მოდი მაითი ზინგერის ბურგერები ავიღოთ. TikTok-ზე ყველა ამას ჭამს და ვნახოთ ერთი რა არის. მე 3 წელი მინდა ეგ. აუ კიპიცები ამას ქუჩაში დავტოვებ. და ეძებოს მე დედამისმა. აუ კაი გაჩერდი ერთი წამი ნახე რა აწერია ამ ბურგერს. სპეციალური დინამიკის соусით. გოგო დინამიტი წერია. ავიღო დინამიტის. პეპსი ხო ყველას გვინდა. თითო ეგ ბურგერი, პეპსი და ფრი ავიღოთ კიდე. აუ ფრი 2 წელი მინდა მე. დედამ დამაბარა კარგად ჭამევ, არ გამიკეთებია სახში საჭმელიო. აუ ახლა ნახე, ჩვენ ხო შევჭამთ მაითი ზინგერის ბურგერებს. ხოლო ქურეშული მოდი იგივეს გააკეთებს ზუსტად. გასულ შაბათს რესტორანში რო ვიყავი, კვირას თვითონაც წავიდა მე, დიკიდან გამოდოს თორები. კვირას დაბადების დღე ხვდები რესტორანში მაგიტო იყო შერეშუაში ხარ. და მე რო წავედი რესტორანში დაბადების დღე მე გაახსენდა. გოგო ვინ ხარში? კაი ძალიან გთხოვ. აუ ეს კაი ბურგერია გასინჯე. არ მინდა რომ დამთავრდეს. აუ ძალიან კაია, მოდი გავსწორავ და ხო უკრუაშული მოვა KFC-ში დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. მოიწია. დაიცა პირი მოვიწმინდო. აუ მე შევჭამე და ეხლა რა ვაკეთო? პეპსი დალიე. აღარ არის. ინგა რა მომირეკაო? ანასტასია ეს მოიტანეს, გოგო, რო გამოიძახე საჭმელები ექსტრა მითიდან. და საბურთალოდან მოიტანა კურიერმა. ხო, ნახე რეებია უყურე. აი რაღაცა ცივი სასმელია, მწვანე. ეგეთია კიდე ვარდისფერი. ეს ფრი. ეს მე არ გამომიძახეთ? შენ ხო თქვი არ მინდაო. ახლა კარგი სუნი აქვს და მომინდა. რა? რეები დევსება მაჩვენი. გეტყვი. ტეხასური. ტეხასური თუა ჩემი ეგ. ჩავაბრუნო ესა? კი, ჩადე ყველაფერი უკან. კაი. ბავშვის რომელია რომ შეუნახო? დედა ეს რა მხელა ის არის? ბურგერ. ხო, ეგ არის ომარიკოსი. დედა, ნახე რა მხელა ბურგერია. ამას ვეყავ ვერ შეჭამს ბავშვი მარტო და. შეჭამს ხო იცი რა მხელა კუჭი აქვს. ნუ ნებულობ შენ. ო. ეს არის კიდე, ნახე. აი რაღაცა სენდვიჩი არის. ნახე. ეგაა თიკოსი. ექსტრა მითი. რა წერია მაგას? აწერია. Tasty hot. Tasty hot. ხო, tasty. ხო და მამ ბიჭს ვკითხე რომ ხო არ გაცივდებოდა მეთქი და არა ქალბატონო უცბად მოვიტანეო ვეგენი იქ არიან რა ქვია სითიმოლის წინ საბურთალოს ზუსტად სითიმოლის წინ ვარ თუ ასე მითხრა ხო და ეხა ეს გავხსენი მე ხო ამას გავლევ ცოტას რა გახსენი იქ ძალიან მესია იქ თიკოსია რა პასუხი გავცე უჩინო იგი ქალია ზამთროს ის არის ძალიან კაია და მეც არაფერს აღარ შევჭამ ახლა არ მივეკარები თქვენია და გამითიშე ერთი ცხიმიანი მაქვს ხელი შენ აი აცუჩი ხახში ვარ მე შეიტანე გემი შემოთახ შენ დაალაგე აი მალე მოდით რა აი ინგ რა საკეთებ თიკო სენდვიჩია გაგიჟდის თუ კარგად იშე ო პროსტა შენი ნდობა არ შეიძლება 5 ლარი პომიდორი გოგო თი რატო ყვირიც ეს ხალი რა ვიცი რას გაიგებ ომარიკო ეს ღირს 5 ლარი ნახო ერთი და გური პომიდორი არა კაპიკათა რო არგა რა ვარგა 5 ლარი გავიგე რომ 5 ლარი ღირს ქალბატონო მაგრამ ეს პომიდორი ხორცისდანი თუ დაიჭრება მარტო თორე ამას შოულებრივი ვერ მოედება და სიაში გიწერია ნიახური და კამა ხო პლანილები წამოდიგით ვიყიდოთ გამარჯობა ჩემო კარგო ნიახური მინდა და კამა ორ-ორი კონა იყოს თქვენ ახალი კარტოფილი თუ გაქვთ კი აი მანდალაგია ჩემო ძვირფასო წინ 18 ლარი ღირს კილო რამდენი 18 ლარი და კარგად მუშაობს კაცო ის ფასების შემსწავლელი კომისია კაი არ მინდა იყოს კამაც აღარ ჩამიდო ახლა რას მოვაყარო ნიახური იყოს კი აუ დემარწყვია იქით კონტეინერში და მიყიდე ეგ არ ევარგება ომარიკო შემოტანილია მარწყვი არის კარგი მაისში აუ მე ზუსტად მახსოვს რომ შანშან ამბობდი მარწყვი აგვისტოშია კაიო და ისე გავიდე ყველაფერი რომ არ მიჭამია ნუ წუწუნებ ახლა შენი ჭირი მე რა იმპორტულ მარწვს არ შეგაჭმევ ომარიკო გამორიცხე წამოდი ახლა იქით ყველი ვიყიდოთ მაშინ რბილი ყველი ვიყიდოთ რა ის ხმელი არ იყიდო მარილიანია და ბევრ წყალს მას მევს ხოლმე
გამარჯობა ჩემო კარგო, ყველს რა ფასი აქვს? რო გავსინჯო ხო შეიძლება? ხო, მადლობა. ეს არის ფხნილის ყველი. მომაჭერი თავი თუ გინდა. ვიყიდოთ რა რამე, 40 წუთია დავდივარ და მარტო ეს ნახვი გვაქვს ნაყიდი. თუ ნიახური. და რა ამბავი ამ ავტობუსში? ამოდიო მარიკო. და რა მძიმე სუნი დგას. მე მგონი გაკუებული აქვს ვიღაცას. და რა სივიწროვეა და უჰაერობა. ფანჯარა გადმოაღეთ რა. У моего ребёнка гаймарит, не открывайте окно. Не открывайте კი არა, открывайте. გამოაღეთ კაცო, ვინ არიან ესეთი? აი ეს ბარათი რო დამიფიქსიროთ თუ შეიძლება რა. ქალბატონო, თქვენ თმებში ჩამივარდა ბარათი. რანაირად ჩაგივარდათ კაცო. ხო, აი ვიპოვე. დავაფიქსირო ბარე. ტაშში ჩააწყე ფეხები. სოდა ჩაყარე წყალში, დაგილბობს კარგად. დაგილბობს. ლელა მოვდივართ ჩვენ. გოგო, მოვიდნენ სტუმრები? დასხდნენ? და ძალიან დამაგვიანებს მე ეს ავტობუსი რა. ხوار ჩამოვსულიყავი და ტაქსით გამოვიდოდი რო რამე. მაგრამ იმდენი ხალხი ამოსული, უკან დასახები გზაც აღარა მაქვს. ბაჩო თუ ვერ მოვედი მე დღეს, დაწექიუ ჩემო თიცოდე. ტაბანოში შუქი არ დაგრჩეს. კაი. ვაიმე? ბავშვი დავკარგე. დასო. ვაიმე რა ხდება კაცო? ქალბატონო ბავშვი რა დაკარგეთ აქ, ვერ გავიგებ. მოძებნეთ მან კაცო, მან იქნება ჩაჭყლეტილი სადმე. აღარ ჩაიცვა იქ ფეხსაცმელები. გიყროლებს კაცო ფეხს ხო ხედავ. რით ვერ მოვედით? და რეკი აბალერა დეიდასთან გაიგერა ხდება. ვრეკავ ხო. ლელა რაშვებით, აი მოვედით მე მგონი ჩვენც ახლა. რა? წავიდნენ უკვე სტუმრები? დამთავრებულად აბატების დღე მარიკო. დასო! დედა, კიდე ვერ იპოვეთ ქალბატონო ეგ ბავშვი? ვერა, არ არის დასო. მყავს მე დასო. დია შეხედე ვინ შემობრძანდა მაღაზიაში. ციცი. როგორც ცივილკივილი გამოდიოდა გუშინ მაგის სახლიდან, ბავშვს ჩხუბებოდა. ხო, გადავირი ეკაცო ბომარიკოს ვამეძადინებდი მაგ დროს. ეგ ყვირილი რო გავიგე, თავიდან ვიფიქრები მე ვარ თქო. ისე მიშნდა მარიკო ნერვებს და რო გავჩუმდი მე, მივხვდი რომ ციცი იყო. კლუბის წევრობის აქცია. გამარჯობა. გაყინულ ქათამს ვარჩევდი და აი ორი ქათამიც. გოგო, მე გაყინული რა თქინდა ნედლი იყიდე. იოგებისთვის ყოფილა თურმე მისწრება, ხო, ისე ყვიროდი გუშინ. ყვიროდი. უპასუხეს გოგო თავჯდომარე რომ არ ყავდეს корпуს და ლიფტი მუშაობდეს, აღარ ვიყვირებდი. მერე უნდა აგიღო ბინა პირველ სართულზე შემოძვირფაცო. ფული არ დაგიზოგავს და მე 16-ზე აიღე ხედის გამო. ან რა ხედია კიდე корпуსები ჩანს მარტო კარგი ერთი რა. კარგად ზოგავს ფულს ორი ნაბიჯის კლუბის აქციებზე. სხვის ჯიბეში ყურებას საკუთარს უყურეთ ჯობია რა. ინგა თქვენთან თონეში პური გააფუჭეთ ხო? იმიტომ რომ გუშინ იყიდა 3 ცალი ჩემმა მეუღლემ და სულ ცომი გამოდგა მთლიანად. ხო, აი შე რო ფული გადაიხადე ჩემთან თონეში. იმ ფულით ვყიდულობ ეხლა მე აგერ ბზეთის ხილს. უი რა გაიფასად ხარ. აღარ მცალი ამდენი საუბრისთვის უნდა გავატარო პროდუქტი. კლუბის წევრი ხდები დღეს. მიდი ხო, ცირკის კლუბს კი ჯობია. ინგა ბებო მისის მე ბირო შევიღები მე. რამდენი კამერით დამირიკა ხომ იმდენჯერ არ უპასუხე სპეციალურად. თუ არ გითქვამს რა ეწოდინება ახლა. ისე გემრიალა და იაფათვი შოპინგი ორნაბიჯში. შეხედრა ინდრობიტი. ნახე. ამომალაგებინე მოდი ეგენი. ეგ მარგარინები შეაწყე ქვემოთ სულ დაბლა კარადაში. სუპერში მიდიხარ და კიდე ზოგადად კვერცხი იყიდე. როდის მიდივარ ჩვენ სუპერში ხვალ? ხო, ხვალ. რა ვიცი ისეთი იაფი იყო რომ ხელს გამოვაყოლეო რო იტყვიან. მან პასკაც ვიყიდე და რომ მოვა ამერიკო გაუჭრე შეჭამს. თუ ამერიკოს რატო მე გამიჭერი? როდის ეგ მოვა? კაი ახლა შენ კიდე რა იყო პატარა ბავშვი ხო არა ხარ ვერ გავიგე. ისე ჩაისკი მიაყოლებდა კაცი. გაჭერი ახლა თუ გინდა რა პრობლემაა? ინგა, სახში ხარ? გოგო მაღაზიაში ხარ ჩამოდიხარ შენ ზორნაბიჯში. და ნეტა მწოდნოდა გოგო, ეხლა ამოვედი მანდედან. ხო, რო ამოხვალ ამომიარე და პასკაზე დაგპატეჟე. ლია, აი ეს ზოგეს კვერცხზე არის აქცია და აწყდება ხალხი იცოდე. მოასწარი. ვინდა ნახრენად გაიჭრე ეს პასკა, სუდან ამციცდა. აბა რა იქნება გოგო, ხერხები დანიტროჭრე, ვერ გავიგე, ნახე რა უკნია რა.
ფაიმე მუსკატის ყიდვა დამავიწყდა და დაურეკო ლიას. ლია, გოგო, გეხვეწები მუსკატის ყიდვა დამავიწყდა ამომიყოლე რო ამოხვალ რა. მუსკატ. კაი. ჩაიც გაკეთდა. აუ მაგარი უნდა ვიპასკო. ინგა გამომხედე მოგიტანეს. აჩა მირიცხვ არაფერი იცოდე. ხო, გაიხარე ლია, გაიხარე შენ. შემომიარე მე იცოდე. ხო, კაი. შეხედე. მუსკატი დაბაბარ და ცუკატი ამომიყოლა. ჩამეგზავნე მიდი რა. აუ რა ლია კუთია რა ხდება? კიდე სტუმრები მოდიან. გოგო, ბებიაშენის დაბადების დღე და სტუმარი არ მოვა ამ ოჯახში. აი, გუგული დეი დამოვიდა აგერ. ოი, ქალი ძალიან მაგრამ მივაცება. ბავშვობაში მეგონა რომ ფრინველი იყო ხოლმე გუგული. მე მივხვდი რომ ჩვენი მეზობელი იყო. აუ, დაიცა მაგის გმერს რა ქვია? ვინახიო თუ რაღაცა. ვარაზი ძია ოქრო არას ამბობ. შენი ძმა საწავიდა. ომარიკო. მოდი ვადე. აუ, ძეღვინოს დავლეო მე სუფრაზე. რა ღვინოს დალეო ბიჭო, გააფრინე შენ. ეს ამდენი კამპასწვენი ვისთვის ვიყიდე, ვერ გავიგე ნიკორაში. ნატურალური წონებია კაცო, დადეკიდა დალიეკ. ეს რატო აწერი 2+1 მათემატიკის სავარჯიშოა? არა, უბრალოდ საღდგომო აქცია 2+1. 2 საწყილობ და მესამე მოყვება უფასოდ. ანასტასია, წამოდი ხა ნიგუჟანი ბატოჯანი გამატანინე სუფრაზე. ომარიკო, ეგ ყველისთებშები წამოიღე შენ. შენ გაგივარჯოს მზეა, კარგად უნდა იყო, ჯამთელად უნდა იყო, რომ აი ეგრე მაგრად ყავდი აგერე შენ შვილსა და შვილიშვილას აგელოზებივით არიან კაცო. გაიხარე ჩემო ვარაზე, გაიხარე. მე ესენი კარგად მეყოლები, მე კარგად ვიქნები მე ხო. და იცოდეთ ისე მიხარია, ჩემი დაბადების დღეს ამ აღთქმის კვირაში რა დაემთხვა. ასე მგონია წასած ციკუტელი არ მეწარი. არა, თუ ეხლა მოკვდები, 60-ში მოხვდები, ბე. შენ წაკრადი და შენ მაგამ მოგიგდა ხო ნაბიჯი. აუ, კალი სერიოზულად შეშლილია. ყოველთვის ეშინია რომ კლუბის წევრი ვერ გავხდეო და ყოველ დღე რაღაცებს ყიდულობ. გუშინ 4 ბოთლი ზეთია მოიტანა. აუ, კლუბზე გამახსენდა. გუშინ ძალიან მაგრა დავდით ბაჭის დაბადების დღეზე. რა ცუდია რომ ვერ წამოხვედი, მაგრამ დაიკიდა რომ ზეკახსენები ხარ საერთოდ. ყველა ძალიან მაგრა ერთობოდა. ძალიან კაი მოსესმენია ეგ. კაი და ვინ არის ყო გუშინ კიდე ჩემ გარდა? აუ, რავი, მე მგონი რომ ყველა იყო. გიუშა არის იყო გოგო ხინთიბაძე. იქ ხო 3 კვირაა კომაშია ჩავარდნილი. მოიცა, კომაში თუ არა დააბადებდნენ დაბადების დღეზე. აუ, მაგაზე მე ძალიან ბევრი ვიფიქრე გუშინ. რა სიძებ შენ? ფქვილს და ვერ უპოულობ. საერთოდ ჭირდება ხა ინგას ფქვილი, მაგრამ ფქვილები ყონა დააგროვოს. მისმინე, მოქროშვილი იყო გუშინ. იყო, კიდე ნეტა გენახარ ვერ ეკიდებოდა მთელი საყამო ვახოს ხისერზე. საშინელის დანახავი იყო. თუ იქ მე ვიყავი. აუ, შენ ძალიან მაგრა ხარ რა. ხო ინგა. მარგარინი რაღაც გინდა. გამარჯობა, ისინი გამიტარეთ და ერთი პარკით თუ შეიძლება. აუ, ვიღაცა მიდეკავს ერთი წუთი. 27 ლარი და 40 თეთრი, ვაი მე საწავიდა ეს გოგონა. არა უშო, ჩემი ორნებიც ბარათი გაუტარეთ, აი. კი ბატონო. ინგა უნდა დაეწეროს. ინგა, ძალიან მაგარი ქულები გაგიჩიტე. და რა ატალახებულია აქ აუროპა რა არის ეს? იქიდან შემოდი. ომარიკო მოიტანე კალათა დადგია გამაგიდაზე. გადააპარა ეგ კლეონკა. უსაფლავები ძალიან სტრესავს. მალე წავალ სახში. შენ შეხებელი თვით რო წამოსუნდა ხო გასაფლავდა შეიძლება ესე. აბა საფლავისთვის ხარ გადავიღებავდით მეებს. ინგა ეს საფლავი იყო მანდ. არა არისო. ციური დეიდა ახლა ხანს გარდაიცვალა. რამდენი თვეა გასული რა? 2. ხო, გასვენებაში ვერ ჩამოვედი მაშინ. თეთ რამე ხوار თქვეს მაშინ ჩემზე. რას იტყოდენ მე ესეთი თქვი გახმავა ღანა მოიღეს. საბერძენ შეწავიდა მეთქე მიგრაციაში. და რომ გათქმებინა ეგ სხვა ვერაფერი მოიფიქრე. დავიბენი და მე რაც ყველაზე შეაცხდება ის თქვი. და გამაგიჟებს მე ეს კალი. რომ მოვიდენ ეხლა და დამინახონ რას იფიქრებენ კაცო. იფიქრებენ მოგატყუაო, ან მორთუში შოუფული და ჩამოვიდაო. პირველი ვერსია უფრო რეალურია. აუ, ხაჭაპური არ არის? აღარ არის. აუ, ძალიან ხამივით იქცევა ეს ბავშვი. რა იყო ვინ წაგართმევდა? გადასვლილი? აი მე ეს ვისი საფლავი. პიტნა კერესელიძე 1972-1927. და აქ თარიღები არეული? შეხედე. დაბადებამდე გადასვლილი ეს კაცი. აუ პიტნა რომ ერქვას მეც ეგრე ვიქნებოდი. რამდენი არ გმევინეთ პიტნა.
ინგა ნახე ციურის ოჯახი მოდის ემიგრაციაში როგორ იყარ ყველას. დაიმედეთ. აი რა ვქნა ახლა წავიდე მითხარ. ქრისტიანს გამრავლს და ესწერით ჩემო კარგებო. ინგა შენ აქ ახარ გოგო. ვარ გოგო ორშაბათს აფლავზე არ გამოსულიყავი აბა. ხო, ჩამოვედი და ორდღეში მაგ ფრენა ისევ. გასაგებია, თბილისიდან მიფრინავ? არა, ქუთაისიდან. აუ ზოგჯერ მგონი ხომ რომ მაგარი უშნო ვარ. რესი ჩუმია რა იყო მეთანხმებით? რა უშნო გოგო, რა წვეტიანი აზრები გაწუხებ შენ, ვერ გავიგე. რატო ხარ ახლა უშნო? აუ არ ვიცი, გუშინ წილის ერთმა ბიჭმა დამადო თვითშობასება დამივარდა. გოგო, შენ ჯერ გენეტიკა გაქვს ისეთი რომ რა ვიცი. ომარიკო მომიტანები იქ საოჯახო ალბომი რო გვიდებს ჩვენ. ეთი ფოტოები უნდა ვანახავ ქალბატონს. ანუ ჩემი დიდი ბებია თუ ლამაზი იყო მე რა შუაში ვარ. რას ქვია რა შუაში ხარ, გოგო, გაჩვენო ეხლა. აჰა, აი, ნახე, უყურე, ჯერ მარტო ამას მზიაბებო, ნახე რა გოგოა. რა არის ეს მზია ძოწენიძე? 1974 წელი პიონერთა ბანაკი. შეხედე. აუ, ჩემი პატარაობის ფოტოებიც იქნება აქ. შენ ფოტოებს რა უნდა ძველი ალბომში? ცედა გიჩნდება ხომ საერთოდ ესეთი სულელური კითხვები? ვინ ყოდა ჩვენ სულელი გენეტიკაში? სულელები იქით, მამა თქვენისკენ მოიგითხეთ. აჰა, აგერ კიდე უყურე. მზიაბებო და თავისი ძმა, ნახე. ომარიკო კუპრიძია. შეხედე. კუპრი ერქვა, ხო, რომ დაიბადა, კუპრივი ჩავით მაქონდა და მამისმა კუპრი დაარქვა. ბერენ უკრის ვეძახდით. ეს პატარძალი შენ ხარ, როცი ყავს. აი მე მანჩვენე. დედა კი მე ვარ ეს, უყურე, როგორი პატარძალი ვარ, ანასტასია შეხედე, წიწყვი. არა რა გინდა, სიძე გამოდგა მე გამოშტერებული და. აბა მინდა ეხლა ასე. ნახე ეს კარი რა უშნოა. უჭოლი ამას დავიმძგავს შეხედე. აი მე. ცოტა კი გავხარ ისე. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ესეთი რაღაცა ხდება. არა. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ესეთი რაღაცა ხდება. დღეს აუ ნუ ხმაურობთ რა. იმენა ომია სახში. აუ ეს ფილტრი სადადი. მოკლედ მეგობრებო 9 მაისს პარასკე ვიდუ შაბათი. არა შაბათია, 9 მაისი შაბათია. მოკლედ 9 მაისი არის ევროპის დღე, ექსპო ჯორჯიაში, რამდენიმე პავილიონში. ხო და რაღაც აქტივობები იქნება რა. ევროპული ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილები, რაღაც საჭმელები გაკეთდება, რაღაც სასმელები იქნება, საინტერესო შეხვედრები იქნება და მოსასმენეთაც კარგია და რა მეგობრებთან ერთად გეპარიშებით ყველას. მოგმართავთ ჩემს 27 გამომწერს, რომ მოხვიდეთ 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში და მიიღოთ მონაწილეობა რაღაც მეგონი კარგი ამინდიც არის. აუ შაშა რო ვიყავით ესპანეთის კუთხესთან ვიყავით რა, ანუ იქ თეკლას მოეწონა ძალიან ეს რა გაუმას კლოუსებში და თეკლას მოეწონა ძალიან სანგრია. ხო და 4 ჭიქა სანგრია დალია. გამოსატანი იყო იქიდან, მაგრამ აი ძალიან საკაიფო იყო და ძალიან კაი ხალხი იჭდება ხოლმე იქ რა, ძალიან საინტერესო ხალხი და რავი უნივერსიტეტებიც არიან და რაღაცა პროგრამები და მოკლედ რა ვინც ახლა დაინტერესებული ევროპულ ქვეყნებში სწავლით, ასევე რავი ევროპული კულტურის საჭმლის სასმელების გაცნობით გეპარიშებით 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში. და კიდე იქნება 6 საათზე ბედფორდ ფორცის კონცერტი. ძალიან მაგრამ უნდა ვიცეკო, შაშანიც ეგენი იყო მე მგონი. ბავშვება მოდით უნდა გავითვალოთ. უნდა დავღეჭო და ვერ გავხსენი. აუ მეც მომეცი რა ერთი ცალი თან ახალი გემოს დიროლია ეგ. ხო ლიმონის არის, მოგცე მოღონდა არავის არ უთხრა რომ აქ. ბავშვება მოდით გავითვალოთ. ბები აყიდის კევებს, ნაირ ფერებს, რომელ უი ბავშვებო, კევზე გამახსენდა ომარიკოს აქ ახალი დიროლი ლიმონის არომატით. აუ ომარიკო მეც მომეცი რა ორი ცალი. მაგ ლიმონის გარდა კიდე ორი გემო გამოვიდა, ალუბალი და ენერგეტიკული სასმელი. მაგრამ დედაჩემ თქვა მაგის მარტო გემო აქვს, მეტი არაფერიო. ცუდი არ არის. აუ, კაი ხო, ალუბლისაც მაგ ნაყიდი, მაგასაც გავხსნი მაშინ. აუ, ვეცვიდა ერთი ცალი, სესილი შენი ხუჭე. აჰა. აუ, მარტო ერთი ცალი ხა დამჭა. ბავშვებო, სარდაფში ჩასულებს არ ვართ. დედაჩემა მანდ ვირთხა შევნიშნეო და გავანგვეკიდება, აგრესიულია. მანდის ვირთხა აღარ ცხოვრობს, კატამ შეჭამა და მე ეს კატა დასახლდა იქ. კაისო, ვიმალებით. ვასო, გამოდი ერთი ქულა გაქვს, აუ, წვინი შეჭამე უკვე დავიხალეთ. აი გამოჩნდა. რატა გემართა? აუ ხეზე ვიმალებოდი და გადმოვარდი. მერე ვივიდგინე რამე? ბეჭები დავარტყი და კევი მქონდა და გადამეყლაბა. აუ მომცემ ერთ ძალს. აუ